გიორგი გახარიას პარტიის წევრები მე-11 მოწვევის არაღიარებულ პარლამენტის პლენარულ ხდომას დღეს პირველად დაესწრებიან. მათთვის ხდომათა დარბაზში 12 ადგილია განკუთვნილი იმის გამო, რომ პარტიის მანდატიანი წევრებიდან ერთმა რუსუდან თევზაძემ პარლამენტში შესვლაზე უარი განაცხადა, მე-12 ადგილს მისი ადგილმონაცვლე დაიკავებს. ყოფილი პრემიერის პარტიამ ქართული ოცნების ერთპარტიულ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება არჩევნებიდან 1 წლის თავზე მიიღო. პარტიის წევრებს დღეს პირველად ექნებათ შესაძლებლობა საპარლამენტო ტრიბუნები სესიაზე პოლიტიკური განცხადებებისთვის გამოიყენონ. სალომე ლაბაძე გვერდება პარლამენტიდან პირდაპირ ეთერში და ის გვეტყვის, რა რეჟიმში აპირებს პარტია საქართველოსთვის იქ მუშაობის გაგრძელებას და საინტერესოა შეაცვლევინებს თუ არა მისი ეს ნაბიჯი ქართულ ოცნებას ამ პარტიის აკრძალვის გეგმას. გიორგი გახარიას პარტია უკვე ქართული ოცნების პარლამენტშია და სულ რამდენიმე წუთის წინ დაიწყო ის პირველი სესიაც, რომელშიც ამ პარტიის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ უკვე დაიკავეს ხდომათა დარბაზში ის 12 სკამი, რომელიც პარლამენტის შენობის ამ ნაწილში მათ ქართულმა ოცნებამ გამოუყო. ჩვენ სავარაუდოდ აქვე მოვისმენთ ამ პარტიის წარმომადგენლების პოლიტიკურ განცხადებებსაც, მანამდე კი უკვე მოვისმინეთ გიორგი შარაშიძის განცხადება, რომელსაც უნდა ეპასუხა მთავარი შეკითხვებისთვის იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს ოცნების პარლამენტში შემოსვლა და მანდატების გამოყენება არჩევნებიდან 1 წლის შემდეგ, თან იმის გათვალისწინებით, რომ გახარიას პარტია 26 ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნებს ისევ გაყალბებულს უწოდებს და რაც მთავარია, ეხმარება თუ არა ასე ოცნების ყოფილი პრემიერი ქართულ ოცნებას ლეგიტიმურ ხელისუფლებად ცნობასა და აღიარებაში. ამ ნაწილში კი გიორგი შარაშიძე ამბობს, რომ ქართულმა ოცნებამ ლეგიტიმაციის კრიზისი ჯერ კიდევ 4 ოქტომბერს დაძლია, როცა მისი შეფასებით კონკრეტულმა პოლიტიკურმა ძალებმა უპასუხისმგებლო პროვოკაცია მოაწყვეს. ვიდრე გიორგი შარაშიძის ამ განცხადებას მოვისმენთ, მანამდე გახარიას პარტიის წარმომადგენლებმა საკუთარი კაბინეტებიც დაიკავეს, რომლებიც მათ ქართულმა ოცნებამ მომზადა და სადაც ოცნება მათ თითოეულ მათგანს სახელობითი აბრებიც დაუკიდა. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ქართველი ხალხის ხმა და განსხვავებული ხმა, რომელიც აქამდე არ ისმოდა საქართველოს პარლამენტში, აქ ამ დარბაზში და ამ ტრიბუნაზე გავახმოვანოთ. მინდა აღვნიშნო, რომ რა თქმა უნდა ოცნებას 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების გაყალბების შემდეგ ჩადენილი უამრავი დანაშაულის გამო, პირველ რიგში საქართველოს ევროპულ მომავალზე უარის თქმის გამო, ანტიდემოკრატიული ადამიანის უფლებების შემლახველი კანონების მიღების გამო და მშვიდობიან მოქალაქეებზე ძალადობის გამო ქონდა ლეგიტიმაციის პრობლემა. მაგრამ სამწუხაროდ მას შემდეგ რაც დაიწყო ტოტალური კამპანია ბოიკოტის სასარგებლოდ, მუნიციპალური არჩევნების ბოიკოტის სასარგებლოდ და ეს დასრულდა 4 ოქტომბრის სრულიად უპასუხისმგებლო პროვოკაციით, ამან ოცნებას სამწუხაროდ მისცა საბაბი დაეძლია ლეგიტიმაციის კრიზისი, დაებრუნებინა ამ მრჩეველი და გადაელახა ლეგიტიმაციის ის კრიზისი, რომლის წინაშეც ის იდგა ამ წლის დასაწყისში. ამიტომ, როდესაც არის საუბარი იმაზე და როდესაც ისმის კითხვა, ვინ აძლევს ლეგიტიმაციას ამ პარლამენტს, ეს კითხვა პირველ რიგში უნდა დაუსვან იმ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებს, რომლებიც უშუალოდ იყვნენ ჩართული 4 ოქტომბრის პროვოკაციის მოწყობაში. ოცნება არის de facto ხელისუფლება, პარლამენტში გვინდა ის, რომ ოცნებას ხელი შევუშალოთ და არ მივცეთ მომავალში ქვეყნისთვის დამაზიანებელი ნაბიჯების განხორციელების საშუალება. გიორგი შარაშიძეს ჩვენ ამ ბრიფინგზე ვკითხეთ საკონსტიტუციო სარჩელის შესახებაც, რომლითაც ქართული ოცნება კონკრეტული ოპოზიციური პარტიების აკრძალვას, ამ პარტიებთან დაკავშირებული პოლიტიკოსებისთვის კი საქმიანობის შეზღუდვას გეგმავს. აქ საყურადღებო ისაა, რომ ჩვენ ამ დრომდე წესით უკვე უნდა მოგვესმინა გუშინ გავრცელებული ანონსის მიხედვითაც შაყო პაკუაშვილის ბრიფინგი, რომელზეც ოცნების პარლამენტის თავმჯდომარე საზოგადოებას ამ საკონსტიტუციო სარჩელის შინაარსს გააცნობდა და ჩვენ გავიგებდით იმ პარტიების ჩამონათვალსაც, რომელსაც ქართული ოცნება აკრძალავს
უპირებს და იმ პოლიტიკოსების სიაც გახდებოდა ცნობილი, რომლებსაც ოცნების გადაწყვეტილების შესაბამისად უნდა შეეზღუდოს პოლიტიკური საქმიანობის უფლება. თუმცა ამ დრომდე ასეთი ბრიფინგი არ გამართულა პარლამენტის შენობაში და სხდომათა დარბაზში სესია შალვა პაპუაშვილმა ისე გახსნა, რომ მანამდე მას ჟურნალისტებთან ამ სარჩელის შესახებ არაფერი უთქვამს. შესაბამისად, ჩვენთვის ამ დრომდე უცნობი რჩება, არის თუ არა ასაკრძალთა შორის პერსონალურად თავად გიორგი გახარია, ან მისი პარტია თუ მოხვდა იმ პარტიებს შორის, რომელსაც ქართული ოცნება აკრძალვას უპირებს. საპასუხოდაც გიორგი შარაშიძე ამბობს, რომ ის მარჩეულობას ვერ დაიწყებს, არადა აქ მნიშვნელოვანი კითხვა ისმის იმის შესახებაც, თუ იმ შემთხვევაში თუ გახარიას პარტია არ მოხვდება ამ სარჩელში, შესაძლოა თუ არა ვიფიქროთ გარიგებაზე ყოფილ პრემიერსა და ქართულ ოცნებას შორის, რაზეც ასევე არის სურა დღეს გიორგი შარაშიძემ პასუხის გაცემა. ქართულ ოცნებაში კი გვეუბნებიან, რომ ისევ უნდა დაველოდოთ ამ სარჩელის გასაჯაროებას, თუმცა დაგვიანების მიზეზებზე ისინი არაფერს ამბობენ. წაიკითხეთ საკონსტიტუციო სარჩელი, რომლითაც ოპოზიციას უპირებთ აკრძალ. იცნობთ პარტიების ჩამონათვალს? თქმა უნდა, დღეს ყველაფერი გაცხადდა. გახარიას პარტია არის ამ სიაში. ერთი წუთი. დღეს პარლამენტის თავმჯდომარე სტომის გახსნის შემდეგ გამოვა გააკეთებს განცხადებას და ჩაატარებს ბრიფინგს. იმდენად დიდია კოლექტიური ნაცნობრაობის მიერ კონსტიტუციის დარღვევის ფაქტები და მაგალითები, რომ მათი მოქცევა კონსტიტუციურ სარჩელში მარტივი ამბავი არ არის. წარმოვიდგინოთ, რომ 22 წლიანი, 23 წლიანი ისტორია არის ჩვენი ქვეყნის თანამედროვე გამოცდილებისა, თანამედროვე გამოწვევებისა. შესაბამისად მნიშვნელოვანი იყო, რომ მაქსიმალურად დეტალურად ყოფილიყო ეს ყველაფერი სარჩელში ასახული. თავარი არის გადაწყვეტილება, რომ ერთხელ და სამუდამოდ საქართველოს პოლიტიკა უნდა გათავისუფლდეს აგენტური ქსელისგან. გიორგი შარაშიძის ბრიფინგით გავიგეთ ისიც, რომ მას შემდეგ, რაც გიორგი გახარიას პარტია მიიღო ოცნების პარლამენტში შემოსვლის გადაწყვეტილება, ისინი ამ პარლამენტში მათთვის აკუთვნილი ყველა რესურსის გამოყენებას აპირებენ, მათ შორის აპირებენ მონაწილეობას საერთაშორისო დელეგაციებშიც, რაც ნიშნავს იმას, რომ გიორგი გახარიას პარტიის წარმომადგენლები ქართული ოცნების წარმომადგენლებთან ერთად ჩაერთვებიან იმ ფორმატებში, სადაც გათვალისწინებულია კომუნიკაცია საერთაშორისო პარტნიორებთან. მანამდე კი, როგორც გითხარით, უკვე დაიწყო ის პირველი სესია, რომელშიც ჩვენ გახარიას პარტიის წარმომადგენლების პოლიტიკურ განცხადებებს მოვისმენთ.